სალამი მეგობრებო, როგორ ხართ? იმედია ყველა ხართ კარგად. საკმაოდ დიდი ხანია არ გვისაუბრია, არ შევხვედრივართ ერთმანეთს. არ გამოვჩენილ ვარ, მე მგონი 3 კვირაზე მეტია. იმიტომ რომ სხვა რაღაცებზე ვიყავი გადართული და არ მქონდა განწყობა. სიმართლე რო გითხრათ, არც ახლა მაქვს განწყობა. ბოლომდე რო გითხრათ სიმართლე, მაგრამ ანუ რაღაცნაირად პასუხისგებლობასავით არის, რომ მოგეწოდოთ ხოლმე ინფორმაცია დრო და დრო თუ რა ხდება. ამ ვიდეოს დამუშავებისთვის მე არ მეცლება დიდი ალბათობით და იმედია ბევრი პაუზები არ იქნება, იმიტომ რომ ვერაფერს ვერ ამოვჭრი და პირდაპირ უნდა დავდო და იმედია რომ ძალიან არ შეწუხდებით ამ პაუზებით. მოკლედ, ბოლო ვიდეო თუ სწორად მახსოვს, შევწყვიტე იქ, რომ მე და პაატა ვაპირებდით წითელ ჯვარში წასვლას. და ნუ გითხარით რომ რო წავალ და რო გავარკვევ რა მოხდება, მე გავაგრძელებ თქო და გავაგრძელოთ მაშინ მაიდან. ვიყავით წითელ ჯვარში, ცენტრალურ ოფისში გავედით, ქალაქის ცენტრში იყო. და როგორც შემეძლო, ანუ რო შევედი, ერთი კაცი დაგხვდა, მაგას ავუხსენი, რომ მეთქი გამართლად ვერ ვსაუბრობ, მაგრამ მაქსიმალურად ვეცდები, რომ აგიხსნათ რა სიტუაციაა. მეთქი ჩამოსულები ვართ. ანუ ვერ გვაქვს სამსახური, ვერ ვიშოვეთ სამსახური, ვუთხარი რომ ვტოვებ მეთქი სივებს, ყველაფერს ვაკეთებ. ენასაც მაქსიმალურად, ანუ 5 თვეში რაც მოვახერხე მეთქი, მაქსიმალურად ვცდილობ, მაგრამ ანუ არც საიდან არ მიკავშირდებიან, საბუთები არის პრობლემა. ვერანაირად ვერ დავსაქმდი მეთქი და თქვენს ორგანიზაციას თუ აქვს რაიმე ან კურსები, ან რაღაცა ნებისმიერი, რაც ჩემნაირ ადამიანებს ეხმარებათ, თქო და ნუ ამ კაცმა გადარეკა, გადმორეკა, მე რაღაც ქალებს დაუძახა, ისინიც მოვიდნენ ისაუბრეს ასე შემდეგ და გვითხრეს ესეთი რაღაცა. არასასურველი პასუხი იყო, მაგრამ რას ვიზავთ? მოკლედო, ჯერო თქვენ უნდა დაელოდოთო, როდის გექნებათო საბუთებიო. ამ საბუთებს რო აიღებთო, მერეო უნდა წახვიდეო, იცით რომელი ორგანიზაცია მითხრა, რომელიღაცა ვლოგში არ მახსოვს მე რამდენეში, იქ რო ვიყავი, ახალგაზრდებს რო ეხმარებიან, რომ დასაქმდნენ, ანუ და უმუშევრობის პრობლემის აღმოფხრაზე რომ მუშაობს, დამავიწყდა რა ორგანიზაცია არის, ეს რაღაცა არის. მოკლედ, მან რო ვიყავი ძლივს რომ მივაგენი მე სხვაგან რო წავედი რომ დავიკარგე მე ძლივს რომ მივედი. აი მანდ უნდა წახვიდეთო. ანუ ჯერ მოიცეთ ჯერ პირველი საფეხური რომ უნდა აიღოთო საბუთებიო. საბუთებს რო აიღეთო, მე უნდა წახვიდეთო მაგ ორგანიზაციაშიო, უნდა დარეგისტრირდეთო, რომ ბაზაში დაფიქსირდეთ როგორც უმუშევარი ახალგაზრდა, რომელიც ეძებს სამსახურს და არ აქვს შემოსავლის წყარო. მაგის მერეო უნდა წამოხვიდეთო ისევ ჩვენთანო და ჩვენ ვნახავთო თუ არის და თუ იქნება რაიმე კურსებიო. ანუ რამხელა პროცესი მითხრა წარმოიდგინეთ და არისო სასიამოვნო და მისაღები პასუხი, იმიტომ რომ სიმართლე გითხრათ, აი ძალიან ვისურვებდი, რომ დაღმერთ მაქნას რომ ასე მოხდეს, რომ როდესაც მექნება უკვე საბუთები და ენაც, როდესაც უკვე გამართულად მეცოდინება, აღარ დამჭირდეს სხვადასხვა ორგანიზაციის დახმარება, ხო, ანუ მინდა რომ ჩემით გავიკვალო გზა, როცა უკვე ესეც მექნება და ესეც მექნება. მე მინდოდა ახლა, როცა ანუ ყველაფერი ვცადე თითქმის და არაფერი გამოვიდა, ახლა მინდოდა ამ ეტაპზე ზაფხულში, ხო არის ივლისში, აგვისტოში, სექტემბერში, ეხლა მინდოდა რა. თორე ანუ მე კიდე უფრო რო ფეხს მოვიკიდებ და კიდე მეც რო ვისწავლი და რაღაცა, ჩემით ვუშველი მეთქი თავს და აი ეს რამდენიმე თვე რაღაცა სასარგებლო რო გავაკეთო, რაღაცა პროდუქტიული, მაგრამ მაგათმა მითხრეს რომ არა, უნდა დაელოდო და ნუ რაღაც ვიზავდით. მე ვკითხე რომ მეთქი ეს გასაგებია მე, მაგრამ აი ვისაც არ აქვს საბუთები ხო, ანუ ადამიანები არიან, ზოგს წლები არა აქვს საბუთები და როგორ ეხმარებით მეთქი მათ თუ არსებობს რამე მაგაზე პასუხი ვერ მივიღეთ, ანუ ყველა ვარიანტში ჯერ საბუთებიო და მერე ეგ ყველაფერიო. რაღაც ვიზამდით თავს ზემოთ ძალა არ იყო და ყურებ ჩამოყრილები გამოვბრუნდით უკან და სიმართლე გითხრათ, მეტრომდე არც ვიყავით მისულები. მაღაზიაში შევედით რაღაცეები ვიყიდეთ, გამოვედით და ნელ-ნელა მოვსეირნობდით, ანუ არაფერი საქმე არ გქონდა, სახლშიც რომ მოვსულიყავით, ალბათ დარბაზში წავიდოთ საღამოს მაქსიმუმ. და ზუსტად მაგ დროს შემოვიდა ჩემს ტელეფონზე ზარი, უცხო ნომერი იყო. ვუპასუხე და გავიგე რომ მირეკავდნენ ერთ-ერთი რესტორნიდან, სადაც დავტოვე CV ხალხო. და ისე გამიხარდა, გავგიშდი, გადავირიე მეთქი, ვაუ, ესე იგი ეს მეთოდი მართლა მუშაობს. და კიდე კაი რო ვცადე.
ანუ მე რო გითხარით რომ გავბრუნდები, ახალ სივებს ამოვიღებ და დავარიგებ მეთქი. აი რომ მივბრუნდი და რომ ამოვბეჭდე სიები აქ მიწვია ეხლა ტყუილად ამოვბეჭდე 50 წელი ამოვბეჭდე კიდე რა შემდეგ დღეს რო გავედით მხოლოდ 5-ის დარიგება მოვახერხე იმიტომ რომ იმ ზონაზე სადაც ვიყავით მეტი რესტორანი არ იყო რაც მეტი იყო ყველგან დარიგებული მქონდა უკვე და აი მაგ 5-დან არ ვიცი როგორ მოხდა ანუ მე მგონი საერთოდ სხვა რესტორანი ეძებდა კადრს და მე მაგ რესტორნის გვერდით რესტორანში დავტოვე სივი და ამათმა ერთმანეთში ილაპარაკეს თუ რა მოხდა არ ვიცი მაგრამ ამათმა უთხრეს რომ დღეს იყო ერთი გოგო მოსული ჩვენთან დატოვა სივი ეძებს სამსახურს და თქვენ რახან გჭირდებათ კადრი შეგიძლიათ აიღოთ ეს სივი იმიტომ რომ ჩვენ არ გვჭირდება ამ მომენტში კადრი და შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აი რაღაცა ეგეთი მოხდა რა წარმოიდგინეთ და ანუ მირეკავდნენ მაიდან, მაგრამ ანუ ესენი ხო ძალიან სწრაფად ლაპარაკობდნენ და ვერ ვიგებდი ვერანაირად ლოკაციის სახელს. ანუ სად უნდა მივსულიყავი, ვერ ვიგებდი და 1-10 ჯერ გავამეორებინა ისე მრცხონოდა, მაგრამ ანუ რას იზავს ხვას, რას იზავს და ეხა ეს კაცი რას მეუბნება რომ გასაუბრება გვინდაო და თუ მოახერხებთო 2:30-მდე მოსვლასო, მე რა ვიკეტებითო რა დავხედეთ მე და პაატამ საათს და პირველ საკლდა მე მგონი 5 წუთი თუ რაღაც ეგრე იყო, აი ძალიან ცოტა დრო იყო, ვიყავით ქალაქის ცენტრში და უნდა გავსულიყავით გარეუბანში. წარმოიდგინეთ. და აი გიჟებივით ავცვივდით, რომელი ავტობუსიც მოვიდა მართლა აი გიჟებივით. მერე გიჟებივით ჩამოვცვივდით ამ ავტობუსიდან, სასწრაფოდ ჩავედით მეტროში. მეტროშიც ფეხებს ვაბაკურებდით თითქოს ვაგონს ავაჩქარებდით მაგით. ჩამოვედით ვაგონიდან, ამოვედით, იქ ყავდა დატოვებული ჩვენი სკროლები. მოვსხდით ამ სკროლებზე და გიჟებივით გავიქეცით ძლივს გაგებული ლოკაციისკენ და ზუსტად მივედით 2:30-ზე ხალხო თავით მეგონა ფილმში მართლა აი წუთი-წუთზე რო ასწრებენ ხოლმე და რაღაცა ისეთ საბედისწერო მომენტი რო ხდება ხოლმე, აი რაღაცა ეგეთი მომენტი იყო და ზუსტად 2:30-ზე შევდივარ და მეთქი მე ვარ და ნუ დავსხედით დაიწყო გასაუბრება ყველაფერი არ მესმოდა მაგრამ უმეტესი რაღაცა მესმოდა იმიტომ რომ ცდილობდნენ რომ ნელა დამლაპარაკებოდნენ და მოკლედ ესეთი რაღაცა მითხრეს რომ ჩვენო სალაშიც გვჭირდება კადრიო რა ეგ გულისხმობს იმას რომ სჭირდებოდათ მიმტანი ანუ მიმტანიც სჭირდებოდათ და სჭირდებოდათ ასევე კადრი სამზარეულოშიც და მე სიმართლე გითხრათ, ანუ მაინტერესებდა მიმტანის პოზიციაზე მუშაობა ძალიან, იმიტომ რომ რასაც უყურებ არის საკმაოდ რთული სამუშაო და თავისი სპეციფიკა აქვს. თან მეთქი შეიძლება უფრო მეტი ლაპარაკი მომიწევს, რაღაცა გამოწვევასავით მინდოდა რომ გამეკეთებინა ჩემი თავისთვის და თავიდან არ ახსენეს სამზარეულო, თავიდან ახსენეს მხოლოდ ის, რომ მიმტანს ვეძებთო რა, ანუ სამზარეულო არ გაჟღერებულა. და ვერ ვთქვი უარი, იმიტომ რომ იმდენი ხანი ვეძებდი და აი უკვე იმდენად შევწუხდი მართლა, აი მართლა რა გახდა მე-6 თვე დაიწყო და ნორმალური სამსახური ვერ ვნახე, რომ სტაბილურად ვიარო ყოველ დღე და არ გამომაგდო, ან სამი სამსახურიდან ხო გამომაგდეს და მეთქი რაღაცა რით ვერ გამოჩნდა და რახან იმ მომენტში სხვა შესაძლებლობა თითქოს არ ჩავარდა და მხოლოდ ახსენებდნენ იმას, რომ მიმტანი სჭირდებოდა, დავთანხმდი. რომ მეთქი, ანუ წარმოდგენა არ მქონდა როგორ ას გავაკეთებ, იმიტომ რომ ხო გეუბნებით არ მესმის ამათი ლაპარაკი. მაგრამ აი დავთანხმდი და მეორე დღეს მივედი, ანუ რაღაც ის ტესტივით იყო რა, რომ აბა როგორ მოერგები ამ ყველაფერს და ჩამაცვეს ეს ფორმა რაღაცა ძალიან მომეწონა, ამბებში ვარ მთელი ამბები რაღაცა და ვიმახსოვრებ რომელი მაგიდის ნომერი რა არის ასე შემდეგ. მაგრამ საბოლოო ჯამში აღმოჩნდა ძალიან რთული და ჩემს ლეველთან აბსოლუტურად შეუსაბამო. ვერ ვიგებდი რას მეუბნებოდნენ და პირველ რიგში უხერხულად გრძნობდი თავს მე, იმიტომ რომ აი ძალიან მრცხვენია რომ ელაპარაკება ადამიანი რომელიც შემოსულია რაღაცა მიირთვას და მე არ მესმის და მე რომ უნდა გავამეორებინო რა. აი ერთი მომენტი იყო მაგალითად ხელსახოცი უნდა და დამატებით რა ერთ მომხმარებელს პიცას მიირთმევდა რა და დამიძახა და მითხრა და კარგით მეთქი უთხარი არა და ვერ გავიგე. და გამოვიდა ჩემს თანამშრომელს ვეუბნები ხო მიშველე მეთქი ვერ გავიგე რა მითხრა თქო რა. ანუ წარმოიდგინეთ ეხლა გეტყვით როგორ ლაპარაკობენ.
აქ მე არის კატეგორია, რომელიც ვლანძღავს ხოლმე, რომ რატო წინასწარ არის სწავლა ესპანური და ისე რატო არ წახვედიო და ხალხს ვერ გავაგებინე, რომ თეორიულად როგორც უყურებთ, პრაქტიკაში ისე არ არის რა. მაგალითად, ხელსახოცი არის la servilleta. ესე მთლიანად სიტყვები რო არ გადავყლაპო, ნორმალურად რო გამოვთქვა. ამ კაცმა როგორ ემთვა იცი? აი ესე იცახიან სიტყვებს ხალხო, ანუ ვერ გაიგებ რას გეუბნებიან თუ მართლა აქ არის ცხოვრე ანდალუსიაში, მე ვლაპარაკობ ანდალუსიაზე, სამხრეთ ნაწილზე. ანუ თუ ისიც არ დაიმახსოვრე, თუ რამდენად ჭამენ ამ სიტყვებს და რომელ ხმოვნებს ყვირიან სიტყვის ნაცვლად, ანუ ვერ გაიგებ რა. და ამ ჩემო თანამშრომელმა რომ მითხრა, რომ მიდიო და კიდე ერთხელ გაამეორებინე, ვთხოვე ამ ადამიანს, რომ გთხოვთ უფრო ნელა იქნებ გამიმეორო თქო და მერე შედარებით მიამსგავსა la servilleta's. რაც თქვა, ისევ არ თქვა გამართულად, მაგრამ მე ყური მოვკარი რა. ხო და ანუ ძალიან უხერხული იყო, რომ ეხა ყოველ დღე თან ბევრი მომხმარებელი რომ შემოდის და აი თებშები რომ დაფრინავს და გიჟივით რომ უნდა ირბინო იმ მომენტში, როცა თან ხმაურია, თან მუსიკაა ჩართული, იქ ბექგრაუნდის და თან ყველაფერი აი ვერ შევძლებდი რა. და ვაპირებდი მეთქვა რომ მეთქი ძალიან დაბალ ლეველზე ვარ ჯერ ამ სამსახურისთვის, იმიტომ რომ ყველა ჯერზე მჭირდება რომ გავამეორებინო და ყოველთვის არ შეხვდება ისეთი მომხმარებელი, რომელიც ღიმილით გაგიმეორებს, ანუ გაღიზიანდება ვიღაცა, დაიწყებს ჩხუბს, დაიწყებს ყვირილს, რომ აი რატო არ აკყავთ ისეთი, ვინაც ენა იცის რა, ანუ რატომ უნდა მოვერგო მე ამას პირობითად. და ანუ შეიძლება ეგრეც არ მომხდარიყო, მაგრამ მე თვითონ მე ვგრძნობდი თავს ძალიან არაკომფორტულად, რომ არ მესმოდა რა. და ძალიან ისე ვიყავი რა მეთქი არა, ჯერ ვერ შევძლებ მიმტანობა, ჯერ ძალიან ადრეა ჩემთვის, 5 თვის ჩამოსულისთვის, ნამეტანი ადრე მომეჩვენა და არც მithქვამს არაფერი, თვითონ დაინახა შეფმა, რომ ძალიან მიჭირდა და შეცდომებს ძალიან ბევრს უშვებდი და რაღაცაზე რო გამაგზავნიდნენ სხვა რაღაც მომქონდა რაღაცა და მოკლედ ესეთი რაღაცა შემომთავაზა, რომ ხო კიდე ერთი მომენტი იყო, რესტორანი არის იტალიური რა და კერძებს ქვია იტალიური სახელები. შემადგენლობაშიც რაც არის იტალიური ინგრედიენტები რა, ანუ ჩამოაქვთ ქვეყნიდან და ისე იყენებენ. ისეთი სახელები ჰქვიათ, თან ანუ ჯერ ვერ წარმოიდგენთ რა მრავალფეროვანი სამზარეულო ჰქონია იტალიას. აი მე რო ერთი პიცა ვიცოდი ხალხო, ჯერ მარტო მე მგონი 30 სახეობის პიცა არის რა და ისეთი სახელები ჰქვია. ამ პასტებსაც ისეთი სახელები ჰქვია. აი აქ ხო ვიყავი და ხო მომცემდნენ ამ ლანგარს. და შეიძლება 5 მეტრში ყოფილიყო მაგი და სანამ მივიტანდი მაგიდან და იქამდე მავიწყდებოდა რა სახელსაც მეუბნებოდნენ. არა და რო დადებ მაგიდაზე, ანუ წესი არის, რომ ჯერ უნდა ითხოვო ნებართვა, უკაცრავად საკვები მოგიტანეთ, ან რაღაცა ეგეთი და მერე უნდა უთხრა რა არის რა, ეს საჭმელი სახელი უნდა უთხრა და სულ არასწორად მეუბნებოდი, აი სულ არასწორად. ის ერთი დღე თან იმ ერთ დღეში მოხდა ეს ყველაფერი. მავიწყდებოდა სახელი, გზაში კიდე თუ 5 მეტრი მქონდა გასავლელი და აქ კიდე ჩემს თანამშრომელს ხედავდი, იქ ვჩერდებოდა, ვეკითხავდი, გთხოვ შემახსენი ამას რა ერქვა. ანუ საშინელი თანამშრომელი ვიყავი რა, მოკლედ გამოსაშვები ესე პირდაპირ გეტყვით და დღის ბოლოს შეფმა მითხრა ეგეთი რაღაცა, რომ ჩვენო სამზარეულოშიც გვჭირდება კადრიო და თუ გინდაო სამზარეულოში გადადიო ისწავლეო ეს ინგრედიენტებიო, უყურეო მზარეულსო, როგორ აკეთებს ყველაფერსო, რას იყენებსო, ყველაფერიო და მერე თუ გინდაო დაგაბრუნებო რა. და აუ, ისეთი კარგი შანსი იყო ეგ, მეთქი, კი, თუ შეიძლება, გთხოვთ და გადამიყვანეს სამზარეულოში. აქ შედარებით პატარა სამზარეულო არის, ვიდრე იმ წინა სამსახურში, სადაც ვიყავი, იქ მე მგონი 15 ვიყავით ერთად. იმიტომ რომ სხვადასხვა ისინი იყო რა, მოკლედ სექციები. აქ პატარა სამზარეულო არის, იმიტომ რომ პიცა ცალკე კეთდება და ჩვენ არ გვეხება. პიცისთვის არის, იცით როგორი ორნო გაკეთებული, აი სოფელში რომ აქვს მე აღდგომის ვლოგებში გექნებათ ნანახი, სადაც პასკას ვაცხობთ ხოლმე. ზუსტად ეგეთი ორნო დგას პირდაპირ რესტორანში რა და იქ ცხება ნამდვილი იტალიური პიცა. აკეთებენ იტალიელები, ასევე ემიგრანტები. ხო და ანუ ეგ ჩვენ არ გვეხება რა საერთოდ, მათ პიცერი მუშაობს და ჩვენ ვართ სამზარეულოში.
ერთი ბიჭი არის ჩემთან ერთად, ესეთი ახალგაზრდა შეფი პირველად ვნახე, მართლა რაც ჩამოვედი, იმიტომ რომ ცოტა ასაკით დიდი ადამიანები მუშაობენ ხოლმე ამ პოზიციაზე და ეს ბიჭი ძალიან პატარაა, 21 თუ 22 წლისაა რა. და თვითონ შეფმა იტალიელმა შეასწავლა, თვითონ ესპანელია ეს ბიჭი. შეასწავლა ყველაფერი აბსოლუტურად და ეხლა გადასარევად აკეთებს ყველაფერს რა. და უბრალოდ აუცილებლად სჭირდებოდა მეორე კადრი სამზარეულოში, იმიტომ რომ ხალხი რომ მოაწყდება და რაღაცა ერთი ადამიანი შანსი არა ვერ შეძლებს, აუცილებლად სჭირდება დამხმარე რა. ხო და მოკლედ ამ ბიჭის დამხმარედ დამაყენეს და მუშაობ უკვე რავი რა მესამე კვირა თავ რაც არ გამოჩენილ ვარ, მოკლედ მათ მუშაობ. ავითვისე ნელ-ნელა რაღაცეები, მაქსიმალურად როგორც შემიძლია ვეხმარები ხოლმე, რასაც დამავალებს ყველაფერს ვაკეთებ. გავეცანი იტალიურ სამზარეულოს, უკვე დავიმახსოვრე რაღაცეები, მე რომ მეგონა რომ ყველაფერს მაკარონი ერქვა და პასტა ერქვა, ეგრე არ ყოფილა, ყველაფერს თავისი სახელი აქვს. სხვადასხვა ინგრედიენტებია, რაც ჩემთვის აქამდე იყო უცხო. ანუ საინტერესოა რა, უინტერესო არ არის სამზარეულოში მუშაობა. და მოკლედ მათ მუშაობ, უბრალოდ არ ვარ კმაყოფილი გრაფიკით, იმიტომ რომ საღამოს 8 საათიდან ვიწყებ ხოლმე მუშაობას და ღამის 12 საათამდე ვმუშაობ, ანუ მხოლოდ 4 საათი და მთელი დღე ფაქტობრივად გამომდის ისევ უსაქმოდ და ისევ უსამსახუროდ, ამიტომაც მთელი ეს 3 კვირა, რაც არ გამოჩენილ ვარ, აბსოლუტურად ყოველ დღე ვეძებდი სამსახურს, ისეც რომ დღის მონაკვეთშიც დავსაქმდე და თუ რამე ისეთი გამოჩნდება, რომ პირობითად მე ორივეს ერთად ვერ მოვახერხებ, იმას ჩავიხსნი მაგალითად და აქ დავრჩები ან რაღაც. ანუ მე ვარ morning person რა და მირჩევნია ყოველთვის დღის პირველი მონაკვეთის სამსახური, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა, იმდენი ვიწვალე და იმდენი ხერხი გამოვიყენე ამ სამსახურის პოვნისთვის, რომ თავარია რო არის რა, აი როგორია და გრაფიკი როგორია და შიდა სამზარეულოში რა ხდება და იქ რა პრობლემა არის, ანუ მაგას აბსოლუტურად არ აქვს ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა. მაინც ყველამ ვიცით რომ ეს არის დროებით. ხო და უბრალოდ აი მეტი საათები მინდა, მეტი დატვირთვა მინდა, მეტი კომუნიკაცია მინდა, თითქმის არ მიწევს ხოლმე კომუნიკაცია. ძალიან ცოტა გიწევს კომუნიკაცია. და ხო რა, პარალელურ რეჟიმში ვეძებ სხვა სამსახურსაც. იდეაში ხა სადმე გასაუბრება, რომ მომიწიოს ან სადმე დამიბარონ ან რაღაცა, იმდენად გვიან ვიწყებ ამ სამსახურს საღამოს 8 საათზე, რომ ნებისმიერ დროს შევძლებ გასაუბრებაზე გასვლას. რაც არ უნდა მოხდეს რა, საიდანაც არ უნდა დამიბარონ. და იდეაში მაგაში ხელი მეწყობა, რომ ნებისმიერ დროს მოვახერხებ გასვლას. რომ რამე გამოჩნდეს, მაგრამ საქმეც ეგ არის, რომ აი ძალიან რთულია ხალხო. მაგიტო არ მინდოდა მე ზაფხულში ჩამოსვლა, იმიტომ რომ ზაფხული არის ძალიან რთული პერიოდი სამსახურის საპოვნელად განსაკუთრებით ჩემს ქალაქში, იმიტომ რომ შეძლებული ხალხი ცხოვრობს რა, რასაც უყურებ და ორ-ორი სახლი აქვთ და ყველა გადის ქალაქიდან ამ პერიოდში, ივლისი-აგვისტო, არავინ არ არის თითქმის ქალაქში. გადიან თავის მეორე სახლში მიდიან, ეს მეორე სახლი ყოველთვის აქვთ ხოლმე ზღვის ნაპირას და ნუ ესპანეთი ნახევრად კი არა მთლიანად ზღვაშია თითქმის, პორტუგალიის მხარეს თუ არ ჩავთვლით და ჩრდილოეთ ნაწილს. ამიტომ აი ბევრგან შეგიძლია რომ იყიდო სახლი რა და ზოგი სადმიდის სანაპიროზე, ზოგი სადმიდის და დაცარიელებულია მთელი ქალაქი. ეხლა არის შუა დღის 3 საათი და ხო ხედავთ ჩამიჩუმი არის მის. იმიტომ რომ ხალხი ძირითადად არის გასული რა. და თურმე ეს ყოფილა ძალიან საშიში პერიოდი. თუ ვინმე იპარავს და ქურდობს და ყაჩაღობს, ზუსტად ამ პერიოდში აკეთებენ თურმე მაგ ყველაფერს. ამ პერიოდში შედიან ამ ადამიანების სახლებში, იმიტომ რომ იციან რომ სახლები არის დაცლილი და არიან სანაპიროებზე წასული. ხო, კიდე რა ვიცი მაგეებს აღარ ვიტყვი, არ გვინდა ჩვენი აუდიტორიის გახსიანება, ვინ შედის მაგ სახლებში და რას აკეთებენ, მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ. ხო, ამიტომ, ანუ ნახეთ, სახლში რო არ არის ადამიანი, შესაბამისად არც დალაგებაზე ეძებს არავის, არც ბავშვის მოვლაზე არ ეძებს არავის და არაფერი ხო ხდებით და შესაბამისად აი საიტებზე რო შევდიოდი მე რომ მიგითეთ საიტები, მაგას შევდივარ აბსოლუტურად ყოველ დღე. და აქამდე თუ იდებოდა 2-3 განცხადება, დღეს აი რავი,
გადაბმით მე-7 დღეა, არც ერთი არ დადებულა. აი, ძალიან იშვიათად იდება. იმიტომ რომ ხო რა ქალაქი არის გარეთ გახვეტილი, რასაც ქვია და ალბათ უფრო გააქტიურდებიან სექტემბრის ბოლოდან, ოქტომბრის პირველ რიცხვებში რაღაც ეგრე რა. და ალბათ მე უფრო გამოჩნდება რამე შანსი. ნუ სულ არაობას ყველაფერი ჯობია მართლა ეხლა კიდე 24-ზე სახში რო ვიყო და საღამოს თითაც რო არ გავდიოდე, ნამდვილად გავაფრენდი, იმდენად არ მიყვარს სახში ყოფნა. ხო და ეხლა კი ბატონო ეს ცოტა ხანი საღამოს სამსახური მექნება და მე ვნახოთ რა იქნება. განცხადებებს ჩვეულებრივად ვაგზავნი ხოლმე თუ რაიმე დაიდება. როგორც გითხარით, ამ სივების დარიგება მიმუშავა, იმიტომ რომ მაგის მერე კიდე 2 თუ 3 რესტორნიდან დამირეკეს და მე ვკითხე, რომ ანუ როდის კიდათ მეთქი კადრი, იმიტომ რომ მაგალითად თუ რესტორანს უნდა დღის პირველ ნახევარში ერთ რესტორანში ვიმუშაობდი და დღის მეორე ნახევარში იქ სადაც ვარ. ხო, ეგრე გამოვიტოდა, მაგრამ ყველა ეძებს საღამოს. ამ დამატებით კადრს, იმიტომ რომ დღისით ძალიან ცხელა უკვე. ნუ ძალიან არ ცხელა, მაგრამ გასულია ხალხი და ძალიან ნაკლები მომხმარებელი შედის რესტორანში და უფრო მეტად საღამოს 8-დან იწყება ხოლმე. მე ხო გითხარით ორჯერ იხსნება მეთქი რესტორნების უმეტესობა 12-დან 4-მდე და 8-დან ღამის 12-მდე. ხო და აი 12-დან 4-მდე თითო კადრიც რო იყოს, თითო მიმტანი ან თითო ადამიანი სამზარეულოში, იმდენად ცოტა ხალხი შესდით, რომ ასე ვთქვათ, საკმარისია რა ეგ თითო ადამიანი სტაფში. ხო და აი საღამობით უკვე დამხმარე კადრები სჭირდებათ რა, ანუ ჩვენთან მაგალითად დღისით თუ არის ერთი მიმტანი, საღამოს უკვე 3-4 არის ხოლმე რა. ხო და იმათაც ვინც დამირეკეს, ყველა მითხრა, რომ იმათაც საღამოს სჭირდებოდათ კადრი, ამიტომ ვერ მოვახერხე, რომ პირობითად მეორე სამსახურიც მქონდეს პარალელურად. ასევე კიდე მქონდა რამდენიმეჯერ შეხება ქართველებთან და მითხრეს ეგეთი რაღაცა, რომ როდესაც დალაგებაზე ეძებენ, იმდენად რთული არის ადამიანის პოვნა, უბრალოდ ადამიანის ნდობა, რომ ვისაც ენდობიან და ვინც ყავთ ხოლმე დამლაგებელი თვეების ან წლების მანძილზე, თუ ის ვერ ახერხებს მათთან მისვლას, მას ურეკავენ და მას ეკითხებიან, ვის გაუწევს რეკომენდაციას. და შესაბამისად ბევრად უფრო ენდობიან ესე სანდო ადამიანის მხრიდან გაწეულ რეკომენდაციას, ვიდრე პირდაპირ მე რო შევდივარ საიტზე და რო ვწერო გამარჯობა მე ესა და ესა ვარ, ვცხოვრობა აქ, შემიძლია მოვიდე თქვენთან, დავალაგო როგორც იტყვარ. ხო ხვდები, ანუ უფრო ვიზაც გაუწიეს რეკომენდაცია, მას უფრო ენდობა ვიდრე მე რა. მე მაინც მისთვის ჩამოსული ვარ, უცხოვარ და მე ვერ დავაჯერებ მაგალითად რომ არაფერს არ მოვიპარავან რაღაცა რა, ანუ ძართულია და მესმის კიდევაც ისეთი ცუდი რაღაცები გავიგე. აი, ისეთი საშინელებები გავიგე მართლა. ყველა მე ხო ვიცი რომ თქვენ მარტო კეთილის მსურველები არ მიყურებთ რა ამ ვიდეოებს, ისეთი ადამიანებიც უყურებენ, ვინაც არ მინდა რომ უყურონ, მაგრამ მე როგორ გავაკონტროლებ ამას. ხო და ამიტომ ყველაფერს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ანუ ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევები გავიგე, რომ აი ესე დალაგებაზე შესული ადამიანები რეებს აკეთებენ სახლებში, უბრალოდ ვერ აგიხწერთ და მათ შორის თურმე გაგიკვირდებათ და ქართველებსაც ძალიან გვაქვს სახელი გატეხილი. და არ მოუყვები ხარ რა გაუკეთებიათ და ამიტომ რომ ამოტივტივდება ხოლმე ის ამბავი რომ ქართველი ვარ, ეგრევე მოდის რაღაცნაირად ეჭვეჭვის თვალი რა. ყოველთვის არა, ეხა რამდენიმე ადგილას ხო ვიყავი და ყოველთვის არ მქონდა ეგეთი შემთხვევა, მაგრამ მაინც ხო ხვდებით რა. ერთ დალაგებაზე ვიყავი სხვადასხვა ეგ მე მგონი არ მომიყოლია, ამ სამკვირაში იყო ერთადერთი რაც გამოჩნდა. ერთ კაცთან ვიყავი, ძალიან კარგი პიროვნება შემხვდა, ახალ სახლში გადადიოდა და უბრალოდ უნდოდა რომ ყველაფერი დაგველაგებინა, მოგვეწესრიგებინა. თვითონაც სახლში იყო როცა ვმუშაობდი და რაღაცეებში თვითონაც მეხმარებოდა, აი ძალიან სასიამოვნო ადამიანი შემხვდა. მადლობა ღმერთს. და როდესაც დავემშვიდობეთ, 3 დღე ვიმუშავე, ცოტა საათები გავდიოდი ხოლმე რა, თვითონაც ყოველთვის არ ეცალა და როდესაც დავემშვიდობე, იმ კაცსაც უთხარი რომ მეთქი სამსახურს ვეძებ, თუ თქვენიანს ვინმეს დასჭირდება დალაგება, ან ბავშვი თუ ხავთ და მომლელად თუ დასჭირდება თვინმე, აქ ვარ მეთქი, კიდევ ვიღაცა სეზონში რო შევხვდი და გავიცანი სრულიად შემთხვევით,
იმასაც ანუ სადაც ხმა მიმიწვდებოდა, ყველგან ვლაპარაკობ ხოლმე რა. რომ აი სამსახური არა მაქვს, თუ რამე გამოჩნდება, მითხარით. მაგრამ მაინც ის არის, რა ქვია, ნდობის ფაქტორი. არის რა, რთული მოსაპოვებელი არის ნდობა და ვერც გამტყუნებ. აი მე რომ ესმოდეს ეგეთი რაღაცები, ჩემს სახლში ვერავის ვერ შემოუშვებდი. ამიტომ ანუ ვერ ვიტყვი ვერაფერს რომ აუ რატო არის ესეთი დამოკიდებულება ხო ხედავთ რა სამყაროში ცხოვრობთ რა. შვილებთან ანუ შვილების მომვლელად ვიღაცის აყვანეთ ძალიან უჭირთ არ გენდობიან, ცოტა ისე გიყურებენ. რა იცი რა თანამდენი დანაშაულებები ხდება ეს პედოფილია ძალიან არის ძალიან დიდი პრობლემა არის 21 საუკუნის და ვერაფრით ვერ გენდობიან რა. ამიტომ ხო მე არ ვიცი ხალხო ემიგრანტისთვის რომელიც ჩამოვა ენას ისწავლის საბუთებს აიღებს, თავს დაიმკვიდრებს, გაიჩენს მეგობრებს, ანუ საზოგადოების წევრი რო გახდება, ეგეთი ემიგრანტისთვის კიდევ უფრო რთული რა შეიძლება იყოს მართლა ვერ წარმომიდგენი. აი იმდენად რთული პროცესია. იმ ხელა დროს მოითხოვს, აი მართლა არ არის რამდენიმე თვის საქმე, აი იმ ხელა დროს მოითხოვს, რომ თავს რო დაიმკვიდრებ, კარგად ოღონდ რა, ანუ ისეთი სამსახურიც რო გექნება, რომელიც ქსიამოვნებს და გაკმაყოფილებს და ხელფასიც მოგწონს, ისეთი ადამიანებიც გარშემო, რომლებთან კონტაქტიც მოგწონს და ბედნიერი ხარ, აი არ ვიცი, მასეთ ადამიანს კიდე რა შეიძლება გაუჭირდეს და რა სირთულე შეიძლება ჰქონდეს ცხოვრებაში ისეთი, რომ ვერ გადალახოს, ვერ წარმომიდგენია, იმდენად რთული პროცესია. ამის წინ Instagram-ს სკროლავდი და იქ ედო ერთ გოგოს ვიდეო, რომ იმ ადამიანისთვის, ვინც ქვეყანა შეიცვალაო, ვერ წარმომიდგენია რა შეიძლება იყოს მტკივნეულიო, როცა გავლილი აქვს ის პირველი 3 თვე, რაც არის, ანუ პირველი 3 თვე რო აქვს გავლილი სხვა ქვეყანაშიო რა. ის სიმწარე რო იცის, ანუ რა უნდა გაუკეთო ეგეთ ადამიანს უფრო მწარე ვერ წარმომიდგენიაო და ხალხი უწერდა კომენტარებში, ანუ ღადაობ რა 3 თვე, 3 წელი და ანუ 3 თვე ძალიან ცოტა, ანუ ეგ კრიზისი 3 თვეში არ გადის ალბათ. მართლა 2-3 წლამდე გაიწელება რა. სანამ მართლა ძალიან გამართულად არის სწავლი ენას და სანამ მართლა ნორმალურ სამსახურს არ ნახავ და სტაბილურად არ იქნები, ალბათ მართლა მაგდენ ხას გაიწელება და ეხა ეგ ვიდეო გამახსენდა გოგოს უწერდნენ რა 3 თვეში 3 თვეში გადალახე ეგ დეპრესია მე რო 3 წელი მქონდა რაღაც ხო და რა ვიცი რა ძალიან რთული და გრძელი პროცესია უფრო მეტად მინდა კონცენტრირება სწავლაზე ეხლა კიდე ახალი მეთოდი ვნახე დავასრულე მასწავლებელთან სიარული და მინდოდა რომ დამოუკიდებლად ჩატის დახმარებით გამეგრძელებინა და ჩატს აუხსენი რომ მეთქი დიდად არ ვგიჟდები ამ მეცადინეობის პროცესზე ამოვიდა მეთქი ყელში დავიღალე რაღაცა საინტერესო მინდა რომ შემომთავაზოთ ხო და ვუთხარი რომ მეთქი აი მიყვარს რაღაცა სერიალების ყურება Netflix-ის reality show-ებს ვგიჟდები სულ უყურებ ხოლმე თან ენის გამოც რა უფრო უკეთესად უფრო მეტი ფრაზები და რაღაცები რო გავიგო და მეთქი აი ეგენიც მიყვარს ძარს სიუჟეტიანიც მაინტერესებს ხოლმე რაღაცა სათავგადასავლო რაღაცა ინტრიგა რო ანუ ყველაფერი ეგეთი მაინტერესებს მეთქი და ისეთი ისტორიები მომწერე ისეთი ტექსტები მომწერე სადაც ეგ ინტრიგა იქნება ხოლმე მეთქი და ეგრე რო ვისწავლო სიტყვები წინადადებები ანუ ცალკე რომ მაქვს სიტყვები ამოწერილი ვერ ვიმახსოვრებ თუ კონტექსტი არ ვიცი რა ხო და როცა წინადადებებში მხდება და ეს წინადადებები ტექსტშია და რაღაცას ებმის, მასზე ბევრად უფრო მიმარტივდება. ხო და ერთი სადღაც 5-6 დღეა ეგეთი გრაფიკით მეცადინეობ. ვუთხარი რომ ყოველდღე შემოვალ ხოლმე თქვა, ამიტომ ამ ტექსტებს არასრულებს, ეპიზოდებად დამიყო და უკვე გქონდა 5-6 ეპიზოდი, დღეს უნდა შევიდე რომ მე-7 ეპიზოდი მომწეროს. და ერთი გოგონა არის, ამ გოგონაზე არის აწყობილი ეს ამბავი, იქ რაღაცა გასაღები იპოვა, იმ გასაყევით რაღაცა ყუთი უნდა გახსნას და ესე საინტერესო ისტორიას მიწყობს, რომ ჩემთვის იყოს ხოლმე დამაინტრიგებელი, რომ მომდევნო დღესაც შევიდე და მომდევნო დღესაც ვნახო რა ხდება. აი დღეს უნდა ვნახო ამ გოგოს რომ დახვდა სასტუმროში ყუთი, ამ ყუთში რა იქნება, ან გახსნის თუ არა ამ ყუთს რა, ხო ხდებით და უკვე ინტერესში ვარ, რომ აი შევიდე და ვნახო რა მოხდება. შესაბამისად ეს სწავლის პროცესი უფრო საინტერესო გახდა.
ვცდილობ, რომ ამ მეთოდით დავიმახსოვრო სიტყვები. გრამატიკასაც ყოველდღიურად მეცადინეობ ხოლმე, მაგრამ აი საუბარი თუ არ გიწევს და ამ წარსული დროის, მომავალი დროის და ასე შემდეგ გამოყენება თუ არ გიწევს, ძალიან რთულია მარტო თეორიით. და მაგიტომაც მინდა კიდე მეორე სამსახურით ცოტა ისეთი, რომ უფრო მეტი ლაპარაკი მომიწიოს. უფრო მეტი ისეთი, ლაპარაკი ისე რომ არაფერი გავაფუჭო რა. და აი უფრო მეტი კომუნიკაცია, რომ უფრო მალე მოხდეს ეგ ყველაფერი. სხვა ისეთი აპდეიტი არაფერი არ არის. ივლისის მესამე კვირა არის ხო უკვე. რასაც მეუბნებოდი, რომ აი ძალიან ცხელია სამხრეთი ნაწილი ესპანეთისა და რაღაცა გაოგნებული ვარ იმდენად ვერ საერთოდ არ შემექმნა დისკომფორტი, როცა ბევრად უფრო სხვანაირ დისკომფორტს ველოდი რა. აი ჩემთვის არის ძალიან ჩვეულებრივი სიცხე. აი შეიძლება მე რო სიცხე მიყვარს და ოღონდ ზამთარი არ გამაგონო, ეგ მომენტიც არის, მაგრამ ფაქტია, რომ ისე ძალიან არ ცხელა. თუმცა ეხლა ყველა მაშინებს აგვისტოთი, აი აგვისტო მოვა და შენ ნახავ. აქამდე მეუბნებოდნენ ივნისიდან დაიწყება, გავიდა ივნისი. მე მეუბნებოდნენ ივლისში ნახავ. ეხლა ივლისიც გადის და ეხლა აგვისტო, კარგი დაველოდოთ აგვისტოს. რა იქნება, თუმცა აი ვერ გეტყვით, რომ განსაკუთრებული დისკომფორტი მაქვს. დისკომფორტი მქონდა მხოლოდ იმაზე, რომ გამიფუჭდა სქროლი. რაღაც დაზიანება ჰქონდა, მე მგონი დამტენის. პატა მიხვდა, რომ დამტენის ამბავი იქნებოდა, მაგრამ მეთქი ანუ რატო ავიტყიოთ აუტყიებელი თავი, გვაქვს გარანტია და წავიღოთ საიდანაც მოვიტანეთ მეთქი და მივაბრუნეთ კარფურში. მათ გითხრეს, რომ შეკეთების სერვისი არისო მადრიდშიო და უნდა წავიღოთო მადრიდშიო. თუმცა ანუ გარანტია შეეხოდა ყველაფერი, წაიღეს მადრიდში. იქაც დაადგინეს, რომ დამტენის პრობლემა იყო, თვითონ პატინეტეს არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, შემიცვალეს დამტენი და ეხლა მომიბრუნეს უკან. 2 კვირა არ მყოლია და კიდე კაი მეორეც ყავს, პატასაც ყავს, თორე იმ სამსახურში ვერ ვივლიდი. შანსი არა. ეგრე ახლოსაც არ არის რა. სკროლით მჭირდება ხოლმე სადღაც 10 წუთამდე. თუმცა ანუ კომფორტულია ნახე, არ მიწევს მეტროში ჩასვლა, არ მიწევს სხვა სადგურზე გასვლა, ანუ ამ უბანშია, სადაც ცხოვრობ, ამ უბანში არის სამსახურიც. და ჩემი სკროლის საშუალებით ჩვეულებრივად მივდივარ ხოლმე. სხვა ისეთი აპდეიტი არაფერი არ არის. ვეძებ ისევ სამსახურს. ამჯერად მეორეს და უფრო მეტ საათებს. იმიტომ რომ, საათები რო ნაკლებია, შესაბამისად თანაზღაურებაც ნაკლებია და ხო ხვდებით რა, უფრო მეტი საათიც მინდა და უფრო მეტი ანაზღაურებაც. ესპანურის ლეველი კიდე უფრო მაღალი მაქვს, ვიდრე წინა ვიდეოში მქონდა, იმიტომ რომ ვცდილობ ყოველდღიურად მეცადინეობას, თუმცა მაინც დროის ფაქტორია რა. ფიქრობ, წელიწად ნახევარი დამჭირდება, რომ ძალიან გამართულად ვისაუბრო. თორე აზრს ეხლაც ვაყალიბებ, წინადადებებს ეხლაც ვაწყობ და თუნელა დამელაპარაკები ყველაფერს გავიგებ. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ანუ შენს კომფორტზე არ მოერგება ეხა ეს ხალხი, შენ უნდა მოერგო ამათ. შენ ჩამოხვედი, შენ ხარ სტუმარი. სადაც ჩახვალ იქაური ქუდი უნდა დაიხურო. ეგ არის რა, თუ რაიმე კითხვები გაქვთ, დაწერეთ კომენტარებში. ხო, რა სხვა ისეთი არაფერი, მე მგონი ეს იყო ყველაფერი. მადლობა რომ მიყურებთ. მადლობა გულშემატკივრობისთვის, კომენტარებისთვის, იდეაში მაგ კომენტარების გამო ჩავწერე ახლა ვიდეო, თორე უფრო მეტად მირჩევნია რომ ამ პირად საკითხებზე ვიყო კონცენტრირებული და ისიც ვიფიქრე რომ მეთქი ეს ეპიზოდები ხო არ დავასრულოთ ხო რა, იმიტომ რომ ეს საწყისი ეპიზოდის და საწყისი ეტაპის ეპიზოდები იყო ეგ. შემისრულდა უკვე 6 თვე აქ ყოფნის და ხო რა ეგ მომენტი მქონდა რომ მეთქი ხო არ დავასრულო ეს ეპიზოდების გადაღება თქო, მაგრამ ალბათ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გავაგრძელებ ხოლმე რა. რომ პირველი 1 წელი მაინც აღუბეჭდოთ რა სირთულეებთან მომიწევს შეჭიდება. პირველი 1 წელი მაინც რომ გავაკეთოთ. თუნდაც იშვიათად ეპიზოდები, მაგრამ 1 წელი რომ გავკაჩო. ხო, მოკლედ მადლობა. მადლობა რომ მიყურეთ. თუ არ გაქვთ გამოწერილი არხი, გამოიწერეთ და მომავალ შეხვედრამდე.